დავიწყეთ სამუშაოები სამზარეულოში ატაკის გათბობით. ფირმა კნაუფი საქართველოში მოღვაწეობს 98 წლიდან. თავარია უზრუნველყოფს ტემპერატურის ოპტიმალურ რეჟიმს შენობაში. აი ჩვენ ამ ვარიანტზე ვისაუბრეთ, ეს არის ლაინერის მოდელი, ესე ვთქვათ. განვაგრძობთ კომპანია Aqualine-ის შოურუმის დათვალიერებას. კომპანია Aqualine ექსკლუზიურად წარმოადგენს ყველა იმ ბრენდს, რომელსაც ხედავთ ჩვენ შოურუმში. მათ შორის არის სერაპული. სერაპული არის წამყვანი ბრენდი აუზის მოსაპირკეთებელი მასალების დარგში. ასევე თქვენ აქ შეგიძლიათ ნახოთ, რომ გვაქვს ანტისლიპები. დიახ, ეს არის იატაკზე დასაგები ფილები, რომლებიც არ ცურავს, არ ხურდება. და არის სპეციალურად შექმნილი გარე გამოყენებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ექსკლუზიურად წარმოვადგენთ კომპანია Gemash-ს, რომელსაც აქვს საკმაოდ ფართო სპექტრი პროდუქციის, მათ შორის არის ფილტრაცია, პომპები, აქსესუარები, მოვლის საშუალებები, რომლებიც ასევე აქ არის წარმოდგენილი. ასევე ჩვენ გთავაზობთ დაბის პროდუქციას, დაბი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი. ჩვენი კომპანია წარმოგიდგენთ ექსკლუზიურად საცურაო აუზებში გამოსაყენებელ ტუმბოებს. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი ხარისხია და ჩვენ მომხმარებლებს ურჩევთ ამ პროდუქციას. ეს არის გასახდელებისთვის, რომელიც ასევე თქვენი სურვილისამებრ შეგვიძლია რომ მოგაწოდოთ და დაგიმონტაჟოთ. აქ არის ძირითადად მოვლის საშუალებები, ეგრეთ წოდებული მტვერსასრუტები, რომლითაც ხდება აუზის ზედაპირზე არსებული ჭუჭყის მოშორება. გარდა ამისა, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ კომპანია Aqualine საქართველოში წარმოადგენს დოლფინის წარმოების რობოტებს. ეს რობოტები წმინდავენ როგორც იატაკს, ასევე კედლებს. გვაქვს როგორც გრიფონის, ასევე ბოსტიკის სილიკონები, ძალიან ფართო სპექტრია გამოყენების. აი მაგალითად ეს გრიფონის პირდაპირ წყალქვეშ შეიძლება ნებისმიერი მასალის დაწებება, სადაც არის მაღალი ტენიანობა აბაზანებში, არის ანტიბაქტერიული, არის ძალიან დიდ სიმძიმეებს რომ უძლებს ისეთი სილიკონები. გვაქვს აგრეთვე გრიფონის წებოები, საფოხი, საჰერმეტიზაციო მასალები. ამ წებოებს გამყარების შემდეგ იგივე თვისებები აქვს, რაც PVC-ს, საფოხი გელები, საჰერმეტიზაციო საშუალებები, ყველაფერი გათვლილია მათ შორის სასმელი წყლის მომარაგების სისტემებისათვის. საიზოლაციო მასალები, როგორც მილების, ასევე ფასონური ნაწილების, ქუროების, ეგრეთ წოდებული ფიტინგების შესაძლებლად გვაქვს წებოები, რომლებიც ძალიან დიდი დიამეტრის მილების შესაძლებლად გამოიყენება, ძალიან ცხელ პირობებში შესაძლებლად გამოიყენება. ეს წებოები უძლებს ჩვეულებრივ პირობებში 95 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებს და წნევის ქვეშ თუ არის 60 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებს. გვაქვს ძალიან დიდი მაღალი ხარისხის საიზოლაციო მასალები, ხაურები, სადაც წყალი გადადის, გადადინების საიზოლაციო მასალები, სახურავებისათვის, ტერასებისათვის. თიკა, კიდე მაინტერესებს აი განათება აუზის როგორ შეიძლება. დიახ, აი აქეთ მოვჯანდით, აქ გვაქვს სტენდი. როგორც ხედავთ, საკმაოდ მრავალფეროვანია, რომელიც იმართება პულტით. ყველა ნათურა, რომელიც აქ წარმოდგენილი არის LED ნათურები. ანუ ეკონომიური ნათურები. ანუ ეკონომიურია, რა თქმა უნდა, ანუ ბევრად ნაკლები აქ ელექტროენერგიის ხარჯი. ჩვენ ხედავთ, რომ სხვაობა აქ არის დიზაინში, ასევე გვაქვს საშუალება, რომ იყოს მხოლოდ თეთრი ნათებით, როგორც პირველი ორი არის წარმოდგენილი, ასევე შეიძლება იყოს ფერადი ნათებით. შეგვიძლია, რომ გავანათოთ კონკრეტული ერთი ფერი, ანუ დაუშვათ ლურჯი, მწვანე ან წითელი, ან შეგვიძლია გავანათოთ ესე, როგორც არის წარმოდგენილი აქ. ჩვენ გთავაზობთ აუზის ავტომატურ გადახურვას, ჟალუზებს, რომელიც აი ეგრე არის წარმოდგენილი ეს პროდუქტი. ეს არის ფრანგული წარმოების პროდუქცია. გარდა იმის, რომ ემსახურება აუზის წყლის სისუფთავის შენარჩუნებას, ასევე არის უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი. ანუ აუზს, როდესაც არ იყენებთ, ეს გადახურვა ავტომატურად გამოდის და ეფინება წყლის ზედაპირზე. და შესაბამისად აღარ არის იმის საშიშროება, რომ დაუშვათ ბავშვი ან შინაური ცხოველი ჩავარდეს აუზში. ამ დროს მშენებლობაზე. მოდი დავიწყოთ დათვალიერება მშენებლობის. დავიწყოთ. ღობის ხრა დავიწყეთ.
აგერ მიშა ბიჭები მუშაობენ და მომზადებულია ფერმები ღობის საძირკველისთვის. მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ ჩვენ აქაც ვიყენებთ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის არმატურას. კი ბატონო. მიშა ჩავდივართ 50 სანტიმეტრის სიღრმეზე. ვაკეთებთ 30 სანტიმეტრის სიგანის საძირკველს, რაც აკმარისია 2 მეტრას სიმაღლის ღობისთვის. ყარი ღობე გამო. ჩვენი ბიჭები მუშაობენ, ეს რო ხელით არ გავთხარო და გავთხაროთ ტექნიკით, მე ისევ ჩასწორება გვიწევს, ამიტომ ღობეს ყოველთვის ვთილობთ, რომ გავთხაროთ ხოლმე ხელით, სუფთად. შემდეგ გადმოვდივართ აგერ აუზზე. ხვალდილიდან დავიწყებთ აუზში შიგნით ლესვებს, მოჭიმულ იატაკს, იმისთვის რომ კედლები იყოს იდეალურად სწორი. ხოდაი რომ გალესავთ, მე მოვა კომპანია აკვალაინის წარმომადგენელი და და ჩაატარებთ სახლის გააკეთებს. კი ბატონო. სახლის სახურავში შუბლიც უკვე აშენებულია, უკვე გამზადებულია ზედა გადახურვისთვისაც. კარფანჯრებსაც ველოდებით უკვე და ასე რომ მიდის სამუშაოები მაღალ ტემპებში. ერთი კითხვა მაქვს ისე ამ სიცივეში ახლა უკვე ფაქტიურად სიცივე მოგვადგა. სიცივეშიც ვმუშაობთ ჩვეულებრივი ტემპებით, ჩვეულებრივად. ასე რომ ჩვენთვის ამის მნიშვნელობა არ აქვს. არც ლესვას და არც ლესვას და საბეტონის სამუშაოებს, იმიტომ რომ გვაქვს ის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ზამთარშიც ვიმუშაოთ. მოდი ახლა შიგნითაც შევიდეთ. აქ უკვე გაკეთებულია მოჭიმული იატაკი, ამის დაბლა გვაქვს ჩვენ იატაკის გათბობა, ანუ გვექნება სამზარეულოში თბილი იატაკი. სულ მალე მისაღებ ოთახშიც უკვე გამზადდება. კი, ვკითხოთ. აქ როდის დამთავრდება დასხმა? იატაკის მოჭიმოს ალბათ კიდევ 2 დღე დაჭირდება. როგორც ხედავ მიშა, სანტექნიკა და ელექტროობაც პარალელურ რეჟიმში კეთდება. ანუ ინსტა და კებული პარალელურ რეჟიმში მუშაობენ. კი ბატონო. ესე იგი სამუშაოები არ ჩერდება. არ ჩერდება. ამ საძინებლის აბაზანა. ხო, ეგ ვიცი. ამ მუშა პროცესში არიან ბიჭები, კებულის ბიჭები მუშაობენ. აქეთ არის ამ საძინებლის გარდერობი. აგერ ეს დადგება ვიტრაჟები, რომელსაც დიო მოგვაწვდის. აქეთაც. შემდეგ აქეთაც მიშა. ჩვენიერი ზომის აივნები. აუ, როგორ მომწონს, რა კაია. კი, კი, ლამაზია. ყველა ამ საძინებლიანაც ჩანს აუზი. ეს საძინებელი, იმიტომ არის განსაკუთრებული ორივე მხარეებზო ჩანს. ძალიან მაგარია. ზუსტად აქ დადგება ვიტრაჟი. ანუ სადღაც 1.20 მეტრა. ანუ ეს არის აივანი. მეტრა და 20, მეტრა და 30 სანტიმეტრი გვაქვს აივანი, საკმაოდ კაი აივანია. კარგია. ეს ქუჩის მხარეს. საგარდერობე ოთახში არის სარკმელი იატაკიდან ჭერამდე ასევე. საკმაოდ სინათლეს გვაძლევს. აგენა შეგვიძლია გადავხვდეთ აუზში. ხო, თუ წყალს ხავენკი. ჰაიდელბერგ ცემენტმა ცემენტის შემდეგი პარტია მოგვაწოდა. შეგახსენებთ, რომ მოჭიმული იატაკისთვის ჩვენ ვიყენებთ კომპანია ფარავან პერლიტის ფრაქციონირებულ პერლიტს. Planet Perfectos მშენებლები მოჭიმულ იატაკს ამერიკული რეცეპტურის მიხედვით ამზადებენ. სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკის შესარჩევად ვესტუმრეთ ტექნიკის მაღაზიათა ქსელს Smile. Hotpoint Aristonis სტრატეგიული პარტნიორი საქართველოში არის Smile.
აქ გვაქვს წარმოდგენილი ფართო სპექტრი როგორც ჩასაშენებელი ტექნიკის, ასევე სადგომდგომი ტექნიკის. არის ნახევრად ჩასაშენებლები, არის მთლიანად ჩასაშენებელი. გვაქვს ასევე კუნძულოვანი სამზარეულოებისთვის ტექნიკაც. კუნძულოვანი არ მინდა სრულად ჩასაშენებელი რომელიც. აი ეს არის მოდელი. ეს? კი, აი ეს ზედაპირი, გამწოვი და ღუმელი. მოდი დავიწყოთ გამწოვით. პირველი რაც თვალში ხვდებათ ეს არის გამწოვი. და ის სწორედ ის ქმნის პირველ ეფექტს მთლიან სამზარეულოს ტექნიკაზე. აღნიშნული ის გამწოვი არის ბოლოთაობის. აქვს სენსორული მართვის სისტემა, სამი სიჩქარე, ფილტრის ინდიკატორი, რომელიც მომავალში გიჩვენებთ, როდისთვის გექნებათ გამოსაცვლელი თვითონ ფილტრი. შავი მინის ეფექტი ხდება ეს და ეს. მეორდება ზედაპირზეც და მეორდება ღუმელს. თუ შევადარებთ სტანდარტულ ქურებს, აღნიშნულ ქურას აქვს ცენტრალური დაახლოებით 420 მინი ნახვრეტი, საიდანაც ალი პირდაპირ ჭურჭელზე ამოდის ცენტრში. ახურებს ცენტრს, აცხელებს ცენტრს და შემდეგ ვრცელდება კედლებზე. როცა ტომას აკეთებს, ის ყოველთვის კედლებზე იწვება. პრობლემა არის იგივე რძეზე და მსგავს соусებზე. აღნიშნულ მოდელზე მსგავსი პრობლემა არ გექნებათ, იმიტომ რომ მთელი სიმხურველი ცენტრიდან ამოდის. მოდით ცოტას მოგიყვებით თვითონ თუჯის კომფორებზე და თუჯის ზედაპირებზე. რა პლუსი აქვს? არის ძალიან გამძლე, ძალიან ვიზუალურადაც ლამაზია. მინა კერამიკის ზედაპირზე ძალიან დიზაინერულად ზის. დამწვავი პროდუქტის ამოყვანა ნებისმიერ კომფორტიდან ძალიან რთულია. აღნიშნული კომფორტების გარეცხვა შეგიძლიათ ჭურჭლის საერთ მანქანაში. ეს არ იკაწრება? არ იკაწრება. გვაქვს სპეციალური საწმენის საშუალებები, რომლის საშუალებითაც თავისუფლად უმტკივნეულოდ გადაწმინდათ და კარგად მოვulit თქვენს ტექნიკას. განსაგებია. ღუმელზე რას მეკრა? ღუმელი ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია, რატო? პირველ რიგში სენსორული მართვის სისტემა, 12 სტანდარტული ფუნქცია, ასევე დამატებით იტალიელი მზარეულობის მიერ 5 სპეციალური პროგრამა. პირველ რიგში აქვს 77 ლიტრი შიდა მოცულობა. ეს არის ძალიან სასარგებლო დივაიდერი ქვია, ქართულად გამყოფი და თვითონ ღუმელს ყოფს ორ ნაწილად. 22 ლიტრიან ზედა ნაწილს და 55 ლიტრიან ქვედა ნაწილს. თავარი მომენტი რაც მიიღწევა აღნიშნული დივაიდერით, ეს არის ეკონომიურობა. პირველ რიგში ეკონომიურობა რაში? დროში, ელექტროენერგიაში, გამოიყენებთ მხოლოდ ზედა ნაწილს, ქვედა ნაწილს. კიდე დამახასიათებელი თავარი უნიკალურობა ის აქვს, რომ ზედა ნაწილს თავისი განათება აქვს, LED განათება. LED განათება არის თეთრი განათება და რეალურად აჩვენებს რა დონეზე არის შემწვარი კერძი. მოდი ახლა გადავიდეთ ჭურჭლის საერთ მანქანებზე. ჭურჭლის საერთ მანქანები გვაქვს ორი სახის ჩასაშენებელი და ცალკე მდგომი. კონკრეტული მოდელი არის ნახევრად ჩასაშენებელი. რას გულისხმობს? აი ეს კონკრეტული დისპლეი რაც არის, ჩანს. მხოლოდ დაიფარება აი ეს ნაწილი. ძალიან მოსახერხებელი მოდელი. მაგრამ კიდევ ბევრად მოსახერხებელი აქვს თვითონ ფუნქციები რაც აქვს. აღნიშნული ეს კალათები არის დაკეცვადი. შეგიძლიათ აი ესე დაკეცოთ, დიდი ქვაბები, დიდი ტაფები, ძალიან დაბინძურებული ჭურჭელი ჩაალაგოთ და ბრწყინვალედ შეასრულებს თავის ფუნქციას. აღნიშნულ მოდელს აქვს კარგი zone wash-ის ფუნქცია, რას გულისხმობს? გულისხმობს იმას, რომ შეგიძლიათ მხოლოდ ქვედა ნაწილზე გარეცხოთ, შეგიძლიათ მხოლოდ ზედა ნაწილზე გარეცხოთ. ძალიან ეკონომიური, მოსახერხებელია, სწრაფია, დენის, ელექტროენერგიის, წყლის ეკონომიის საშუალებას მოგცემთ და რაც საბოლოოდ აისახება ოჯახის ბიუჯეტს. ყველა ჭურჭლის საერთ მანქანას 3 რამ ჭირდება. პირველი რაც არის საჭირო თვითონ საერთხის საშუალება, იქნება ტაბლეტით თუ სითხის სახით ან ფხვნილის სახით და დამარბილებელი. ასევე აუცილებელია სპეციალური მარილის ჩაყრა ჭურჭლის საერთ მანქანაში. რატო? იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ხისტი წყალი არის, მსგავს წყალში გარეცხვა აფუჭებს ჭურჭელს. ყველა აღნიშნული საშუალებების შეძენა შეგიძლიათ სმაილის ქსელში. მინაქსოული არის ასე ვთქვათ თეთრ მდგომარეობაში. მოგიტანეთ მოსაპირკეთებელი მასალები. აქციის მთავარი მიზანი არის, რომ შეგიქმნათ კომფორტი, ძალიან მარტივად სახლიდან გაუსვლელად. სახლი მდებარეობს თბილისში, დიღომიერში, ახლად განაშენიანებულ პრესტიჟულ უბანში. სახლის საერთო ფართი 250 კვადრატული მეტრია. პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი, სამზარეულო სასადილო, კაბინეტი, აბაზანა და დამხმარე სათავსოები. მეორე სართულზე 3 საძინებელი, 3 აბაზანა, 3 საგარდერობე და 4 აივანი.
500 კვადრატული მეტრის კეთილმოწყობილი ეზო, გამწვანებით და სარწყავის სისტემით. ეზოში განთავსებულია მანქანის სადგომი და აუზი. სახლი უზრუნველყოფილი იქნება ავეჯით, ტექნიკით, გათბობა გაგრილების და უსაფრთხოების სისტემებით. საქართველოში ყველაზე ცნობილი სახლი შესაძლოა თქვენი გახდეს. შეძენის პირობების შესახებ დაგვიკავშირდით Facebook-ზე. სახლი მდებარეობს თბილისში, დიღომიერში, ახლად განაშენიანებულ პრესტიჟულ უბანში. სახლის საერთო ფართი 250 კვადრატული მეტრია. პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი, სამზარეულო სასადილო, კაბინეტი, აბაზანა და დამხმარე სათავსოები. მეორე სართულზე 3 საძინებელი, 3 აბაზანა, 3 საგარდერობე და 4 აივანი. 500 კვადრატული მეტრის კეთილმოწყობილი ეზო, გამწვანებით და სარწყავის სისტემით. ეზოში განთავსებულია მანქანის სადგომი და აუზი. სახლი უზრუნველყოფილი იქნება ავეჯით, ტექნიკით, გათბობა გაგრილების და უსაფრთხოების სისტემებით. საქართველოში ყველაზე ცნობილი სახლი შესაძლოა თქვენი გახდეს. შეძენის პირობების შესახებ დაგვიკავშირდით Facebook-ზე. კომპანია ინსტა განაგრძობს ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს. საპროექტო ამზადებს პროექტს, რის შემდეგაც ეს პროექტი გადმოეცემა საამწყობლო საამქროს, სადაც ხდება პროექტის კორექტირება, თუ ეს საჭირო ხდება და ამის შემდეგ ხდება მასალების დაკვეთა ძირითად საწყობში. პროექტის რეალიზება მიმდინარეობს საამწყობლო საამქროში მომუშავე თანამშრომლების მიერ. პროექტს უკეთდება ტესტირება და ამ ტესტირების შემდეგ გამზადებული პროდუქცია გადაეცემა საწყობს, საიდანაც ხდება შემდგომში დამკვეთთან გაგზავნა. Planet Perfectos მშენებლებმა ღობის მშენებლობა დაიწყეს. ღობისთვის გამოვიყენეთ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის არმატურა და ჰაიდელბერგ ბეტონის ბეტონი. პარალელურად აუზის ლესვა მიმდინარეობს. ვესტუმრეთ კომპანია კაპაროლს. ჩვენ გვინდა საღებავები როგორც ფასადისთვის, ასევე ინტერიერისთვის. მე მგონი ჯობეჯერ ფასადით დავიწყოთ. ნუ ესე იგი რო გითხრათ თქო ფერებთან გვაქვს საქმე დაახლოებით 3 ფერი გვექნება. ერთი მინდა უფრო რაღაც ხის ფერთან ახლოს იყოს. კი ბატონო დაახლოებით რამოდენიმე შემოგთავაზებთ. შემდეგი იქნება შედარებით იგივე ტონში იყო ღია ფერი და კიდე პირველ სართულზე გვინდა უფრო აი რაღაც ნაცრისფრისკენ თაგვისფერი. ფართო სპექტრი იყოს დაახლოებით 2000-იანი დასახელების პროდუქტია ჩვენთან წარმოდგენილი საღებავის კუთხით. შესაბამისად უნდა შევთავაზოთ რაღაც რომელი ხარისხის გვჭირდება და აქედან გამოვიდეთ. ფერი არის ერთ-ერთი კომპონენტი ამისი, რომელიც რეალურად განსაზღვრავს მხოლოდ ფერს, თორედ თვითონ შემადგენლობა არის საღებავის ხარისხზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ეხა პროექტში იდება ხოლმე ფერი, მაგრამ გარემო თვითონ არსებული მასალები დიდ ზემოქმედებას ახდენს ხოლმე. ამიტომ ნიმუშებად მზადება პატარა ქილებში, ასე ვთქვათ, საღებავი მივიდივართ
ობიექტზე, ვასრულებთ სასტელ შეღებვას და ამის შემდეგ ვთქვათ, შეიძლება რაღაც დაკორექტდეს. ამ კატალოგიდან არჩევას გირჩევთ, იმიტომ რომ ეს არის რალის კატალოგი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ფერების კატალოგი არის. ნუ შესაბამისად თქვენ ალბათ ეს ორი ფერი მოვინიშნეთ და წარმომიდგენია უფრო. კი ბატონო, ანუ ამას გავამზადებთ ჩვენ, ძალიან მალე შეიძლება ასე ვთქვათ, ამის სასტელი შეღებვას გავაკეთოთ ზედაპირზე და გამომდინარე მე გადაწყვეტილებიდან ავარჩევთ ფერს. შეგვიძლია აი საკმაოდ პასტელური ფერები არის, პალაცოს გრადაცია რო ავიღოთ, აი აქ ეს არის ცოტა. აი ეგეც კაი. დიახ. მესამე ფერზე აი ვთქვათ, აი ეს მიმართულება უფრო რაღაც პროღია ფერი მინდა რომ იყოს უფრო. ინტერიერზე რას გვთავაზობთ? პირდაპირ შევღებოთ, ვთქვათ, დაშპაყლული კედელი თუ რაიმე საშუალებები არსებობს კიდე რომ ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ შეღებოთ თუ ეს ინტერიერის დიზაინი ითვალისწინებს ამას, რომ აუცილებელი რომ შეღებილ მდგომარეობაში იყოს ზედაპირი, მაგრამ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენ დეკორატიული მასალები, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, თან შეღებილ მდგომარეობაში იყოს ზედაპირი, მაგრამ ასევე რაღაც ფაქტურა მიიღოთ ზედაპირზე, აი როგორც აქ რო ხედავთ, მოკლედ ეს ვარიანტი. და ასევე არსებობს ჩვენთან მინაქსოვილის შპალერები, რომელიც გეხმარებათ, რომ ზედაპირზე ასე ვთქვათ, როგორც ფაქტურა მიიღოთ განსხვავებული, ასევე ვთქვათ, 9-ჯერ თუნდაც გადაღებოდა ის ფაქტურა დაიტოვოთ. ასევე დანიშნულება აქვს ის, რომ ბზარებისგან გიცავთ, დამატებით არის ცეცხლსაწინააღმდეგო. დიახ, იჭიმება, არ ხდება შინ ჩაკეცვა, ნამოკეცვა ბზარის წარმოქმნის შემთხვევაში. თან არის ცეცხლგამძლე, ასე ვთქვათ, ცეცხლის გავრცელებას არ უწყობს. აი შეიძლება მოგვაჩვენოთ ეს ნიმუშები როგორ. აი აქ არის წარმოდგენილი მაგალითად რამოდენიმე ვარიანტი არის ამ მინაქსოვილის. ბოდიში. ესენი არის, ან თავდაპირველად რო ავიღოთ თვითონ მინაქსოვილი არის, ასე ვთქვათ, თეთრ მდგომარეობაში და ერთი ფენას აღებავის გადასმის შემდეგ ხდება მისი ზედაპირზე ფაქტურის მიცემა. ეს ფაქტურა, ასე ვთქვათ, არის მრავალფეროვანი, მე ხდება უბრალოდ მრავალფეროვანი. და აი ამ სხვადასხვა ფერს დიახ. ანუ ზედაპირზე გაქვთ როგორც მუქი ტონალობა, ასევე ღია ტონალობა, რომელიც არ ყვილის, ასე ვთქვათ, და ფერი შესაბამისად ერთმანეთთან შეხამებული არის. ასევე წმენდა მედეგობის კუთხით, წმენდა მედეგობის პირველი კლასი გვაქვს, რომელიც არის ყველაზე მაღალი კლასი და ამიტომ შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, მოხეხოთ ზედაპირზე. ჩვენ აბაზანისთვის გვინდა კიდე ხო? ჭერები რო შევღებოთ აბაზანისთვის. აუცილებელია სპეციალური აბაზანისთვის სპეციალური საღებავი, მაგრამ თავის სპეციალური გრუნტით ასევე. რომ მივიღოთ ის შედეგი, რასაც ქვია, რომ თქვა 10-15 წელი არაფერი არ დაემართოს ჩვენს აბაზანს. ქებულის პროფესიონალები მუშაობას განაგრძობენ. ვაგრძელებთ სამუშაოებს. ამჯერად დღეისთვის უკვე ვასრულებთ სანიტარულ კვანძებში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების მონტაჟს. ცივწყალმომარაგებას და ცხელწყალმომარაგების მილებს ვამონტაჟებთ პოლიპროპილენის მასალისგან დიზაინის ფირმის. ცივწყალი არის ჩვეულებრივი მილი პოლიპროპილენის არმინების გარეშე. ცხელი წყლის მონტაჟი სრულდება მინაბოჭკოვანი მილებით, არმირებულია გაფართოებისგან. დაცულია, რადგან თბილია წყალი და გაფართოების კოეფიციენტი მაღალი აქვს პოლიპროპილენის შესაბამისად არმირებას ამ შემთხვევაში ვიყენებთ მინაბოჭკოს. რაც შეეხება კანალიზაციას, ესეც პოლიპროპილენის მასალაა, რომელიც საკმაოდ უძლებს ფიზიკურ ზემოქმედებებს. მილი თვითონ დრეკადია, ფიზიკური ზემოქმედებისგან დაცულია. რადგან მასზე ზემოქმედების შემდეგ იგი იცვლის ფორმას და ისევ უბრუნდება თავის ფორმას, შესაბამისად გამძლეა. დღეს სრულიად დასრულდება სანიტარული კვანძების წყალმომარაგება და კანალიზაცია და ამითი გადავდივართ, ამის შემდეგ უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, რომელიც კონდიცირების სისტემებს შეეხება.
იდეალის საგამოფენო ფართი 3000 კვადრატული მეტრია. სავაჭრო ცენტრს გააჩნია საკუთარი ავტოსადგომი. იდეალის სასაწყობე ფართი 15000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სწორედ ამ საწყობში დაიტვირთა მანქანა ჩვენი სახლისთვის საჭირო მასალები. აი იდეალის მანქანაც მოდის ბატონო მიხეილი. ამონახოთ. გამარჯობა. გამარჯობა. მოგიტანეთ მოსაპირკეთებელი მასალები, კერამიკული ფილები, კერამგრანიტი, წებოცემენტი, ჰიდროსაიზოლაციო მასალები, მოკლედის პროდუქცია, რომელიც ამ ეტაპისთვის გჭირდებათ. კარგია. თქვენ, როგორც ჩვენ ერთგულ მომხმარებელს, გადმოგცემთ სავაჭრო ცენტრი იდეალის საჩუქარი. უი. მე საჩუქარი დავიმსახურე, აბა ნახოთ. შეიძლება. დროულია, ცოტა ციო. კომპანია დიომ უკვე დაამზადა ჩვენი სახლის კარფანჯარა და რობოდიოს დახმარებით ადგილზეც მოგვიტანა. ალბათ შეამჩნევდით რობოდიოს. რობოდიო არის კომპანია დიოს ახალი სახე და გვეხმარება ახალი აქციის განხორციელებაში. აქციის შინაარსი კი მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ შეგიცვლით ძველ უხარისხო კარფანჯრებს უმაღლესი ხარისხის გერმანული ფირმა ალუპლასტის კარფანჯრებით, ხოლო ძველი ფანჯრების მასალაში გადაგიხდით კვადრატულ მეტრში 30 ლარს. რაც გამოაკლდება ახალი ფანჯრის ღირებულებას. დამეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესო აქციაა, რომელიც ასევე ვრცელდება უხარისხო და ძველმოდურ გისოსებზე, იგივე პირობებით. ასევე დიოს რუნავს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რადგან ჩვენ არ ვყრით ამ ძველ მასალას და არ ვანაგვიანებთ გარემოს და ხელს უწყობთ ქალაქის ეკოლოგიურ სისუფთავეს. ანუ აქციის მთავარი მიზანი არის, რომ შეგიქმნათ კომფორტი, ძალიან მარტივად სახლიდან გაუსვლელად, ასე რომ დაგვირეკეთ დღესვე, დაზოგეთ ენერგია, დრო და ფული და მიიღეთ დიოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ძალიან დაბალ ფასად. ცემენტი 996 ლარი, ქვიშა 510 ლარი, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები და მასალები 3551 ლარი და 60 თეთრი, ბეტონი 1200 ლარი, მოსაპირკეთებელი მასალები 5010 ლარი და 60 თეთრი. სულ დახარჯულია 120561 ლარი და 70 თეთრი. კომპანია კნაუფმა დღეს მოიტანა ფასადის დათმობისათვის საჭირო მასალები. სახლის შავი კარკასი გამზადებულია, ღობეც მზადა გვაქვს, აუზის მოწყობა, მონოლითური სამუშაოები დასრულებულია. პირველ რიგში ამჟამად დიო იწყებს ფინანსად მომზადებულ ღიობში კარფანჯრების მონტაჟს.